გოგა თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ დაკავებული პირები უკვე არიან დროებითი მოთავსების იზოლატორში და რასაკვირველია, მათ უკვე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რადგან 48 საათი არის უკვე გასული და როგორც უკვე ჩვენთვის არის ცნობილი, გუშინ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულ პირებს სახელმწიფო ბრალდებამ ბრალის ოფიციალური დადგენილება გააცნო, ისინი ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით დაკავებულია 7 პირი, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში აიყვანეს. პირთა ნაწილის ვინაობა ცნობილი არის ჩვენთვის, რომლებსაც რამდენიმე საათში უკვე ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანენ და დღესვე ჩაინიშნება აღკვეთი ღონისძიება. რა ექნება დაკავებულ პირებს სათქმელი, დღეს მოსამართლის წინაშე ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა დაკავებული პირთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს. ეს არის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც ჩვენ ერთ-ერთი დაკავებული პირის უფლებადამცველი გვაწვდის, ეს არის გიორგი კანდელაკი, პრორუსული მედია საშუალების ხელმძღვანელი და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი, რომელიც როგორც საგამოძიებო უწყება ამბობს, წლებია შიდა ქართლის რეგიონში ფლობს კონკრეტულ საწარმოს, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები იწარმოებოდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გიორგი კანდელაკი არის ქართული ოცნების გულმხურვალი მხარდამჭერი, ის წლების განმავლობაში იყო შემომწირველი მართველი პარტიის და მისი მედია საშუალებითაც არაერთხელ გაჟღერებულა რუსული პროპაგანდა. გიორგი კანდელაკი, როგორც უფლებადამცველი ამბობს, ბრალს არ აღიარებს, მათთვის გაუგებარია თუ რატომ დაიჭირა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კანდელაკი. მეტიც ისინი ამბობენ, რომ საქმის მასალებში ფაქტობრივად არაფერი წერია გიორგი კანდელაკის შესახებ, რადგან ამბობენ, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც კანდელაკის ბრალეულობას დაადასტურებს. ოფიციალურად უნდა ითქვას ისიც, რომ საწარმო, სადაც ფალსიფიცირებული სასმელი ფუნქციონირებდა, სადაც მიმდინარეობდა ჩამოსხმა და შემდგომ სხვადასხვა ობიექტებში გაყიდვა, ნამდვილად არ არის გიორგი კანდელაკის საკუთრებაში. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ის არის ბორია გოგიჩაიშვილის საკუთრებაში, ეს არის გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნები და რომელიც ასევე არის დაკავებული. ვისთან გავა გამოძიება, ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რადგან ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორია გოგიჩაიშვილის სახელზე ფორმალურად იყო ეს საწარმო გაფორმებული. არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერჯერობით არის დაუზუსტებელი, ეს საწარმო ქართული ოცნების ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა. ჩვენთვის ასევე ცნობილია სხვა პირების ვინაობაც, რომლებიც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ერთ-ერთი არის ალექსანდრე კურტანიძე, შპს ალდას 100%-იანი მწილის მფლობელი. სწორედ ეს პირიც არის ქართული ოცნების გულმხურვალი მხარდამჭერი და შემომწირველი. კიდევ ერთი პირი, რომელსაც ხელბორკილები რამდენიმე საათის წინ დაადეს, ეს არის ქართლოს ჯალაბაძე, გივი ჯალაბაძის ძმა, ესეც არის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი. სწორედ ასეთია ახლა დაკავებული პირების პოზიცია, ისინი წარდგენილ ბრალს არ ედავებიან. ეხლა შეგვიძლია მოვისმინოთ გიორგი კანდელაკის უფლებადამცველის პირველი პოზიცია, მას შემდეგ რაც მან მოინახულა დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში. არათუ ამ მიწის ნაკვეთთან, ამ ქარხანასთან, ან დასახელებულა ბრალში დასახელებულა კომპანიებთან არანაირი სახის კავშირი არ გააჩნია. ნახეთ, ოფიციალური დოკუმენტებით ეს ნამდვილად არ არის ბატონი გიორგის საკუთრებაში, ეს ქარხანა, სადაც მიმდინარეობდა ეს სამუშაოები. ბატონ ბორიას საკუთრებაშია. თუმცა ესენი არიან მეგობრები და შესაბამისად გიორგი კანდელაკის სახელი და გვარი არა, მაგას არ გეუბნებით, ანუ ინფორმაციის დონეზე მაინც ხო შეიძლებოდა ქონება. ინფორმაცია, აუცილებლად ობიექტური ინფორმაცია მივაჭრეთ, იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გარემოება. საზოგადოება, როდესაც მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კანდელაკი არის პირი და მის უკან მეტად დანარჩენი სხვა ადამიანები უკვე თურმე ასეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებენ, ეს თავიდანვე აპრიორში არის არასწორი ინფორმაცია.
დაკავებული გორელი ბიზნესმენების სახელები და გვარები აქამდეც ჩვენ ხშირად მოგვისმენია, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები კორუფციულ ბრალდებებზე საუბრობდნენ. გიორგი კანდევაკი და ბორია გოგიჩაიშვილის შესახებ ტელეპიროლის არქივიც არაერთ სიუჟეტს ინახავს იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული და შესაბამისად გორში ისინი ფლობდნენ არაერთ საწარმოს, ტენდერებსაც სრულად უსაფუძვლოდ იღებდნენ. სწორედ ამაზე მეტყველებს ის გარემოებები, რა გარემოებებზეც საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები. ესეც გარკვეულწილად თამაშია იმისა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს ებრძვიან კორუფციას, თითქოს და სამაგალითოდ სჯიან იმ ადამიანებს, ვისაც 13 წლის განმავლობაში მფარველობდნენ. აქაც ვფიქრობ, რომ ეგრეთ წოდებული გადანაწილება არის ძალაუფლებისა, ერთი ძალა წავიდა, მეორე უნდა ჩანაცვლეს და შესაბამისად, როგორც იტყვიან, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება რუსული ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა გავისწოროს. ქართული ოცნების დანაშაულებრივი სისტემა წლების განმავლობაში ხელსაფარებდა საკუთარი წევრებისა და პრორუსი ბიზნესმენის უკანონო საქმიანობას, თუმცა ახლა წინასაარჩევნოდ ერთგვარი რეკეტირება ხდება სწორედ ასეთი ბიზნესმენებისა, როგორც ჩანს, თანხების ამოღება, რაც მათ წლების განმავლობაში დაუმალეს ბიუჯეტს, ვფიქრობ არ იქნებიან უკანასკნელები ეს ადამიანები და ალბათ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება შეეცდება ერთგვარი ქულების დაწერა საზოგადოებაში იმით რომ დამნაშავე ბიზნესმენებს დაიჭერს, თუმცა საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ წლების განმავლობაში სწორედ ეს სისტემა აფარებდა ხელს ამ ადამიანებს. ვინ მფარველობდა გორელი ბიზნესმენების შავ ბიზნესს? სწორედ ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელსაც შესაძლოა პასუხი გაეცეს მას შემდეგ, რაც დაკავებულ პირებს გადმოიყვანენ საქალაქო სასამართლოს ხტომათა დარბაზში, რადგან მმართველი პარტიის ოპონენტები თანხმდებიან იმაზე, რომ გორელი ბიზნესმენები ამ საქმეს ვერ გააკეთებდნენ ისე, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არ დახმარებოდნენ. შესაბამისად, მთავარი კითხვები ახლა არის სწორედ იმაზე, თუ ვინ არის პირი, რომელიც ამ შავ ბიზნესს წლების განმავლობაში მფარველობდა.